საიდუმლო ტელევიზია? საიდუმლო, მაგრამ რავი, ახლა საჭიროა რომ გითხრათ. ამ ახალგაზრდა მამაკაცმა არ გითხრა რა არის ის საიდუმლო საქმე, რომელზეც სუსის უფროსის ძველ სახლში მუშაობენ. ტელევიზია არ არის, ინტერნეტ სააგენტოა? სოფელ დიღომში ამ მისამართზე მამუკა მდინარაძის სანახავად მივედით. მის ნაცვლად შაბათის ფორმულამ ფანჯრებს მიღმა ოცნების პროპაგანდისტი გური სულთანიშვილი გადაიღო. აქ ხალხი კიდე ხა გვიყურებს და ვინ არიან? ტროლები და ბოტები არიან? ტროლები და ბოტები არიან დასაქმებულები? თავდაპირველად გითხრა რომ აქ საინფორმაციო სააგენტო იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენი კამერა დაინახა, მეტი არაფერი გაგვიმხილა. მალე ამ ბიჭმა შენობის შიგნით მყოფ ადამიანებს დაურეკა და ჩვენი იყოფნის შესახებ გააფრთხილა. ვიღაცას ელაპარაკეთ, ხო? და უთხარით რომ ჟურნალისტები არიანო და არა, ერთი წუთი. მაინტერესებს. ანუ ტელევიზია არისო აქ ამ მისამართზე ოფისია და საუბრობ მეუღლესთან უბრალოდ და მეუღლეს უთხარი ჟურნალისტები არიან მოსულებიო? რეკავს და რაღაცა აინტერესებს და საუბრობ მეუღლესთან, რა პრობლემაა? და აქ რამე ტროლების და ბოტების წერია რასა. რამდენიმე საათში ამ Land Cruiser-ით ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი გამოვიდნენ. სიჩქარეში ან დაბნეულობაში იქნებ იმიტომ, რომ ოცნების მთავარი პროპაგანდისტები სუსის უფროსის სახლში გამოვიჭირეთ, მანქანაც დააზიანეს. თუ შეგიძლიათ რომ დაგველაპარაკოთ? აქ რა დაწესებულება არის? ინტერნეტ ტელევიზია? გამარჯობა. აბა გისმენ. რა ინტერნეტ ტელევიზია არის? რატო დაგვიმალეს აქ? ვინ დაგიმალეს? აი ოპერატორი იყო წერან გამოსული და არ გითხრა. მანქანა ყავს გაფუჭებული. ეს მამუკა მდინარაძის სახლში რატო არის პროპაგანდისტული მედია სააგენტო? არა, პროპაგანდისტული მედია სააგენტო არა, ის არის ჩრდილოეთ კორეის რაღაცა ტერორისტული ორგანიზაცია. ყველაფერი საჯარო. როგორ აღმოჩნდა მდინარაძის ძველ სახლში ოცნების პროპაგანდისტების ბუდე არის თუ არა ეს ტროლების და ბოტების სამუშაო სივრცე? იმართება თუ არა სწორედ ამ სახლიდან ის Facebook გვერდები, რომლებსაც ოცნება თავისი პროპაგანდისტვის იყენებს. და თავის სახლში რა იქნებოდა პროპაგანდისტული მასალა? ტროლები და ბოტები მუშაობენ, მხოლოდ კომპიუტერი დგას. ტროლები და ბოტები არის? მხოლოდ რა თქმა უნდა. სხვა გვერდებიც არის. ორი კომპიუტერი დგას, ტროლები და ბოტები ფიზიკურად ვერ დაждდებიან და ვერდაჭდებიან სხვაგან ზიან? ტროლები და ბოტები თქვენთან მოიკითხეთ. ეს არის ჩვენ არ გვყავს ტროლები და ძალიან საამაყო ტელევიზია. ჩვენ გვეუბნებით რომ რაღაც საიტო აღმოაჩინეთ ინტერნეტ ტელევიზიაში, რომელიც არის ყველასთვის საჯარო. სახლში რომ ადამიანი მუშაობს აქ. სადღაც ზოგი წამყვანი, ოპერატორი და ასე შემდეგ. ეს სახლი არასოდეს არ იყო მამუკა მდინარაძის ეხა არის სერგი ხიდაშელის იყო ოდესღაც მამუკა მდინარაძის? საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. სერგი ხიდაშელის სახლზე მელაპარაკებით რომ მამუკა მდინარაძის. წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ მამუკა მდინარაძის იყო თუ არა? არა, ნამდვილად. ვისაც გური სულთანიშვილი ლაპარაკობს, ის კაცი ონის მუნიციპალიტეტის მერია. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ სოფელ დიღომში არსებული ეს სახლი 2021 წელს მამუკა მდინარაძის საკუთრებაში იყო. მოგვიანებით ქონება სხვა მაღალჩინოსნების საკუთრება გახდა. ახლა რჩეულიშვილის ქუჩაზე ეს ვილა ონის მერს ეკუთვნის. სახლის მეორე ნაწილი კი სასაზღვრო პოლიციის უფროსის დავით თამაზაშვილის საკუთრებაა. მისი საკუთრება რა იყო არ ვიცი, მაგრამ მე მამუკაზე საქმე არ მეგებია. თქვენ როდი შეიძინეთ ეს სახლი სოფელ დიღომში? რა მნიშვნელობა აქვს ეს? ეხლა იქ იცით რა საქმიანობენ? გაქირავებული გაქვთ ეს რამე კომპანიაზე, სააგენტო არის? არა, ჩინით სულშვილი ხოროს პირველი ოჯახი. და სააგენტო რო არის იქ არიცით? არ ვიცი, ჩინით სულშვილი ხოროს მიხი, რა სააგენტო შეიძლება. ჩვენ ვიყავით ამ სახლში და როგორც გითხრეს, აქ მუშაობს ინტერნეტ სააგენტო არის, ad hoc ესეთი გეცოდინებათ. რა ფისულელი არ ვიცი, რა ინფოკია, თავგენა რა. როცა ვიყიდე, ჩემ სულშვილს ვიყიდე, დავიძროდი ხორები ისინი გაწარდებოდნენ. ახლა მიზარა მამუკა მდინარაძის საქმე მიგებია. არა ის. მამუკასი რო იყო ეს არ იცოდით? ანუ არა. მათი და თუ დააინტერესებს მამუკა მათი და თავის დროზე იგივე კომპანიიდან სხვა სახლი. იგივე მისამართი თითქმის. და თქვენ და ბატონი მამუკა მეგობრები ხართ, ხო? კი, უახლოესი. როგორ აღმოჩნდა სუსის უფროსის ქონება ონის მუნიციპალიტეტის მერის საკუთრებაში, როგორ და რის სანაცვლოდ უთმობს ამ სივრცეს პროპაგანდისტებს? ფირმა იყო, არ მახსოვს ზუსტად. სიმართლე რომ გითხრათ 2021 წლისგან, ანუ ზუსტად ფირმა იყო. ვერ ვიხსენებ რა ეს დასახელებას და შევისყიდე ეგრე რა. ანუ უბრალოდ დაემთხვა, ეს ბატონი მამუკას სახლი იყო და შემდეგ თქვენ სხვა კომპანიისგან იყიდეთ. არ გამიჩნევია მე ვათხოვე სახლი, ესე თქვა, ჩემი მეგობარი არის
გორი არის ჩემი მეგობარი სულთანიშვილი, რომელსაც ვათხოვე და არ ვიცი სააგენტოა თუ რა არის ხიმართლე მოგიცხებათ არ ვიცი. არ გაინტერესებთ თქვენ სახლში რა საქმიანობას ეწევიან ადამიანები? დაინტერესებული ნახავ რა თქმა უნდა. როგორც ირკვევა ოცნების პროპაგანდისტები ამ სახლიდან ონლაინ სააგენტო ad-hoc ამუშავებენ. ეს მედია 2021 წლიდან არსებობს ზუსტად იმ წლიდან, როცა სახლი ჯერ კიდევ მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ad-hoc-ზე. აგერ მზია ამაღლობელი სილის გაწვნაზე ზის და ამათ რატომ არ იჭერენო? ეს არასწორი შედარება. კახაკალადის მხარდამჭერი კლუბი გაიხსნა, სადაც ნაცების და ლიბერალების ჰიბრიდულად გამოყვანილი ჯიშის ჭინკები მივარდნენ და ლანძღვა გინების აქცია გამართეს. ამ სააკაშვილის ინკუბატორში გამოჩეკილი უსამშობლოებისგან ეთოფი ძალიან საჯარო რა. გითხარით, არ ვიცით რა არის. გაიცანით, თქვენ გითხარი, ხო გვეუბნებით რომ რაღაც არასწორი ინფორმაცია გაქვთ და არ არის პროპაგანდისტული. გითხარით, როგორ არის პროპაგანდისტული პროდაქშენია ძალიან მაგარი. ნუ ნაუმეკით კოპსეს პასუხი უკვე გუშინ ეთერდა. ოცნების კომუნისტმა დეპუტატმა უკვე კარგად იცის რაზე ვსვამ შეკითხვას და თავის სტილში გაგვირბის. რა უნდა მდინარაძის სახლში ოცნების პროპაგანდისტებს, როგორც ჩანს, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ვოლსკიმ ამ ამბის შესახებ უკვე სხვა ეთერიდან იცის. ანუ იცით რაზე ვსაუბრობთ ბატონოგია? თქვენო ეხლა საინაც გამოხვედო ეს მამუკა მდინარაძის ტროლბოტების ქარხანაო? აგვეკითხებიან ad-hoc-ზე. ad-hoc-ი არის ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც არის ღია და საჯარო, ყველა მიცის, ვისაც ინტერნეტი აქვს, რა ხდება და რას უშვებთ. ჯერ სუსის უფროს თავის, ანუ აი ხო შეიძლება არა, ვიცი რა არის, ეს არის როგორც გაირკვა სუსი და მდინარაძე მხოლოდ ამ შენობიდან არ მუშაობს. ოცნების მაღალჩინოსნებმა საკუთარი საძინებლებიც კი ტროლბოტებისთვის დათმეს. მდინარაძეს კი ვეძებდით, რომ გვეკითხა ახლა რა დავალებები აქვს შესასრულებელი. არის თუ არა მისი მეორე სპეცოპერაცია ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება. ბატონი ირაკლი საქართველოში არის? საქართველოშია ბატონი ირაკლი? თუ დატოვა საქართველო? შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ? ბატონი ირაკლი არის სახლში? არიცით? ჩვენი ინფორმაციით ჩინაპატიმრობაშია და გამოდის საერთოდ გარეთ? ვერ გიტყვით წერაფეს. დღეს იყო გამოსული? გეცოდინებო თუ არა. მაღაზიაშიც არ დადის? ოცნების დასაკავებელთა რიგში რომ ღარიბაშვილია ეს ახლა თავად ღარიბაშვილმაც იცის. როგორც შაბათის ფორმულას წყარო ეუბნება ყოფილ პრემიერს ქვეყნის დატოვება უნდა, მაგრამ არ შეუძლია. მას უთვალთვალებს სუსი და ამის გამო შინაპატიმრობაშია. სუსის მანქანებს რა უნდა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გვიპასუხეთ? თქვენ დაგინახავთ ეს დღეებია? არა ხო, ესე ამბობენ შინაპატიმრობაშია და შეიძლება სახლიდანაც არ გამოდის? აი ბოლოს როდის დაინახეთ? ალბათ 1-2 კვირის. ქვეყანას ვერ ტოვებს ღარიბაშვილი, თუმცა მისი გარემოცვის წევრმა, მისმა ნათესავმა და უახლოესმა მეგობარმა ნოშრევან ნამორაძემ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მოახერხა. ის აბუ-დაბიშია და შაბათის ფორმულას ინფორმაციით ქვეყნის დატოვება ქონების დათმობის სანაცვლოდ შეძლო. ჩვენ ვეძებთ ნოშიკო ნამორაძეს. რატო რასთან დაკავშირებით? რაღაც შეკითხვები გვაქვს. ვერ ნახავ ნოში. ვერ ნახავ? არის საქართველოში? როდის წავიდა? ვერ გეტყვით ვერაფერს. დიდი ხანია? არ ვიცი არაფერი. ივლისში ქონდა მცდელობა საზღვრის გადაკვეთისო და არ გაუშვესო, არც ამ ინფორმაციას ადასტურებთ? ტყუილი საყვარელო, ტყუილი. ერთად ვართ ლონდონში, ბავშვი არის სასწავლებლად. და დაბრუნებას აპირებს საქართველოში, ხო? აბა რას ვისაუბრ, ჩვენ ქვეყანაში არ დაგვბრუნდები, თქვენ მშვიდობა გააქვთ. როდის წახვედით თქვენ ლონდონში? ეს თქვენი საქმე არ არის. რაშვაშია გადაღების შეფლება. მაგას ვინადი გიწავდა. 20 ადამიანი მოხვედით და კადრზე იმიტომ რომ ტერიტორიაზე ჩვენ ვართ. ეს ნოშრევან ნამორაძის დაცვის წევრები არიან. შაბათის ფორმულას აქვს ინფორმაცია, რომ ნოშიკო ნამორაძე ბიზნესთან ერთად ძალადობრივ დაჯგუფებასაც ხელმძღვანელობდა. ისინი მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევაში. არსებული ინფორმაციით ქვეყნის დატოვებამდე ნამორაძემ თავის ბიჭებს უთხრა, რომ ხელფას ვერ გადაუხდიდა და ურჩია იარაღები გადაემალათ. ვინდა რომ დაველაპარაკოთ? არა, აი, ანუ რო გადაუღოთ საფრთხე. დაველაპარაკოთ ვინდა და თუ ისეთ აქ არის? ბატონ ნოშიკო. 12 წლის სად იყავით? გახსოვთ რამ საერთოდ? დაისვენა ქვეყანა.
და თუ სუნთქავს ბიზნესი ამ ქვეყანაში და თუ ყველაფერი მართლა ისე კარგადაა, როგორც ნოშიკო ნამორაძე ამბობს, მაშინ რატომ დატოვა ქვეყანა და რატომ მიატოვა ვაკეში ცათამბჯენის ეს მშენებლობა? მშენებლობა მიმდინარეობს, რაც თქვენ აქ ხართ? ამ რამოდენი ეს მოსული ვარ და საერთოდ არაფერი შეიმჩნევა. ანუ არც მუშები მოდიან არაფერი, უბრალოდ გაჩერებულია ეს ადგილი. ეს მიგდებული ვიქარი, არ ვიცი. აქ შენდება ეს ცათამბჯენი უბრალოდ. და რატო არ მიდის სამუშაოდ? ანუ მუშები არ დადიან? არ მიმდინარეობს სამუშაოები? ანუ არაფერი არ ვიცი. არ დაგინახავთ? მაგრამ არავინ არ მუშაობს. მშენებლობა ვაკეში რატომ არის გაჩერებული? დღეს არავინ არ დაგვხვდა იქ. არ არის გაჩერებული. არა, ჯერ საფუძვების ის არის ალბათ პროცესი. არ ვიცი, არ ვარ მშენებლობის. არ მიმდინარეობს სამუშაოები? არ ვარ საყვარელო ჩართული მშენებლობის კომპეტენტი. ისევ აშენებს. პასუხი ვერ გაიგეთ, რომ არ ვფლობ ინფო, არ ვერევის მშენებლობის ამბებში. რა თქმა უნდა, აშენებს მაგაზე ბევრად მეტ პროექტს. ახლა ურთიერთობას ღარიბაშვილთან ადასტურებთ ოჯახისას, ხო? რა თქმა უნდა, მათ შორის ნათესაობას. მეგობრები ვართ ჩვენ, მისი მეუღლე და მე. კი ბატონო, და მე არასოდეს მეგობრობას არ მალავ არავისთან. მათ შორის ბევრი წავიდა, იმიტომ რომ რაღაც გაურკვეველი კრიმინალური დაჯგუფებები გაჩნდა, რომლებსაც რაღაც პრეტენზიები აქვთ აი ამ ბიზნეს წილებთან, გარჩევებთან. ნუ მოკლედ ამ ქვეყანაში ძალიან არასტაბილური გარემო შეიქმნა მათ შორის ბიზნესისთვის და მათ შორის იმ ბიზნესისთვის, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაახლოებული ხელისუფლებასთან. თუ დღეს ბერძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი არინდობს ღარიბაშვილს, გომელაურს, რიჟვაძეს, ლილოაშვილს, ანუ რომელი არის აი მაგათგან უფრო მაგარი კოცი და რატომ აქვთ ის გარანტია და მოლოდინი, რომ შემდეგი თვითონ არ იქნებიან. ვიდრე მდინარაძე სიძუვილისა და ზიზღის პროპაგანდას და სუს სათავეში უდგას ოცნების გამონაცვალი მინისტრები დასაკავებელთა სიაში უკვე მონიშნულია. ჯუანშერ ბურჭულაძის ხმაურიანი აყვანა პირველი ღია გზავნილი იყო, რომ კობახიძე მდინარაძის ხელით ყველას ციხეში გაუშვებს. მანამდე კი ოცნების მაღალჩინოსნების სახლიდან საზოგადოების მოწამვლას რუსული პროპაგანდით გააგრძელებენ. მამუკა მდინარაძე მოდის ხოლმე აქ? ჯეიდივენსი იყო მოსული გუშინ. მამუკა მდინარაძე თუ ტრამპს ველოდები ხვალ.